საერთო სატკივარი, საერთო საზრუნავი, საერთო გადასაწყვეტი, საერთო საზოგადოებრივი აზრი, სოციუმის ყველაზე პრობლემური თემები, დღევანდელობის ყველაზე აქტუალური საკითხები, სოცდისკუსია, თამარ თარგამაძესთან ერთად, რადიო იმედზე. მოგესალმებით, დღეს სამშაბათია და ტრადიციულად ეთერშია გადაცემა სოცდისკუსია, დღევანდელი ჩვენი თემა კი სოციალური პროგრამებია. სოცდისკუსია, თამარ თარგამაძესთან ერთად. რა სიახლეებია სოციალური დაცვის სააგენტოში, შეიცვალა თუ არა სოციალური სტატუსის მინიჭების ფორმულა, ამ და სხვა შეკითხვებს დღეს ჩვენი სტუმარი უპასუხებს. ჩვენი გადაცემის სტუმარია სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი ნოე ქინქლაძე. დიდი მადლობა ბატონო ნოე გადაცემაში რომ მონაწილეობთ. სანამ დავიწყებდეთ საუბარს, მსმენელებს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრებს შევახსენებ 292 11 99 292 11 88 ან მოგწერეთ სოციალურ ქსელში ჩვენი მისამართია რადიო იმედი სოცდისკუსია. ასევე შეგიძლიათ გამოგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 91777. SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს. SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-Co. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო ნოე. რამდენიმე თვის წინ თქვენ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი და მაშინ ვისაუბრეთ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების დახვეწისა და სოციალური დაცვის სისტემის მეტად ბავშვზე ორიენტაციის შესახებ. თუმცა ეს უფრო დაანონსება იყო, საინტერესოა დასულა თუ არა ამაზე მუშაობა და შეიცვალა თუ არა სოციალური სტატუსის მინიჭების კრიტერიუმი უკვე. მოგესალმებით. დიახ, ჩვენ მქონდა საკითხებზე საუბარი. მინდა გითხრათ, რომ მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სტატისტიკის დეპარტამენტი ახორციელებს მუშაობას. შეჩეულია ოჯახები, სტატისტიკური კანონზომიერების შესაბამისად და სწავლობენ ოჯახებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ველოდებით, რომ გარკვეულ პერიოდში ჩვენ შედეგები გვექნება. პირველი შედეგები, რომელიც იქნება სტატისტიკური ფორმით, შემდეგ უნდა დამუშავდეს და ისე ვიმედოვნებთ, რომ ეს ახალი მიდგომები უფრო სრულად ასახავს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას საქართველოში. ამგვარად ჯერ მიმდინარეობს ეს პროცესი და ველოდებით შესაბამის შედეგებს. დიახ, მსმენელი გვყავს ბატონო ნოე ხაზე. მოგესალმებით, გისმენთ, შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა. გამარჯობათ. გამარჯობათ. ესეთი შეკითხვა მაქვს მე ბატონ ნოესთან. რამოდენიმე თვის წინ თქვენთან რომ იყო მოწვეული, მაშინაც დაველაპარაკე, მაშინაც აუხსენით ჩემი მდგომარეობა. მე მითხრა რომ მივსულიყავი და ურიგოთ შევიდოდი. რომელი დღეც მითხრეს მე ჩავედი, მაგრამ ბატონი ნოე არ ბრძანდებოდა იქა. მიმიღო სხვა. ვარ უაღრესად გაჭირვებულ მდგომარეობაში, რუსთავიდან გაწუხებთ. ცხოვრებაც ბევრი მქონდა, ქონებაც ბევრი მქონდა, იმდენი რომ 2-3 ოჯახს ვინახავდი მე, მაგრამ ყველაფერი დავკარგე. ეხლა აღარც სახლი მაქვს, აღარც კარი მაქვს. სხვისა ოთახში ვარ შეყუჟული, სიცივეში და ყველანაირ გაჭირვებაში. 2 წელია აგენტი ხან მოვიდა, ხან რაღაცა და იმის მაგიერ რომ დამეხმარონ, დამწინოდა, რომ მე მithom იქ არ ცხოვრობდი, მithom იქ არ ვიძინებდი, მე უთხარი დამიკავშირდით ღამე. როგორ არა ვარ, უფროსმა იცოდა რომ მე სახლში ვიყავი, რომ რამოდენიმეჯერ ტელეფონით შევაწუხე. ის უფროსი აღარ არის ეხლა და როცა მე ჩამოვედი ბატონ ნოესთან და გაირკვა ჩემი ყველაფერი, მომანიჭეს ყულები. როცა უნდა ამეღო მე დახმარება და იმ დახმარება რო უნდა ამეღო 2 დღით ადრე დამერეკეს და კიდე რაღაცა მიზეზი მომიგეს. რა მიზეზი იყო ქალბატონო კონკრეტულად საუბარი ბატონო ნოე რომ დავდივარ განცხადებაც დაწერილი მაქვს ყველაფერი 2 კვირის წინათაც ვიყავი რომ ძალიან მინდა ბატონ ნოესთან შეხვედრა და ჩემი მდგომარეობის აღწერა, რომ ყველაფერი უთხრა მე ჩემი გთხოვთ როგორმე დამეხმარეთ რა ძალიან სიაშიაც ვარ ჩაწერილი დაგიკავშირდებით, მაგრამ ვერაფრით ვერ მოახერხე შესვლა, რომ შევიდე და რამე წნევიანი ვარ, ვერც ხშირად ვერ მივდივარ და ვერ შევდივარ. დიდი მადლობა ქალბატონო. გიპასუხებთ ქალბატონო, თქვენ
ყოფილხართ, მიღება მქონდა, შეიძლება იმ მომენტში თქვა გასული ვიყავი რაღაც საქმე და მაგრამ შეხვდებოდა ჩემი მოადგილე, რომელიც აბსოლუტურად კომპეტენტურია ამ საკითხებში და ის ამომწურა პასუხს მოგცემდათ. რაც შეეხება მაინც დასაზუსტებელია, თქვენ ამბობთ, რომ იყვნენ ქულები მომანიჭეს, შემდეგ რაღაც შარი მომდეს, ასე თქვენი სიტყვებს ვიმეორებ. არ ვიცი, კი ბატონო, მე კიდევ შემიძლიათ შევხვდეთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ ამ ხუთშაბათს ჩემთან. მიღების დღე მაქვს და მიგიღებ. რიგებია, რა თქმა უნდა, ახლა ყველა მოქალაქეს მე ვღებულობ, მაგრამ ერთ მიღებაზე შეუძლებელია, იცით რა ხელა პრობლემაა ის საქართველოში არის რიგები და რიგის მიხედვით ვღებულობთ და თუ განსაკუთრებული თემა არის, კი ბატონო, ხუთშაბათს 2 საათზე შეგიძლიათ მობრძანდეთ. დიახ, კიდევ ორი მსმენელი გველოდება ხაზზე, მოგესალმებით, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. ბატონო, თუ შეიძლება თქვენთან შეკითხვა მაქვს. მე ვარ სოციალურ დახმარებას ვღებულობ, 67 წლის ქალი ვარ და ვღებულობ, რა ქვია, დახმარებებს და არანაირი სამუშაო არც მე არ მაქვს, ჩემი ქმარიც ავადმყოფი ინვალიდია და ქულები გვაქვს 51000. ეხლა საქმე რა შეიცით, წევალ 3 თვე ფეხ მოტეხილი. მეზობელმა ზემოთ სართულზე გააკეთა რემონტი. არანაირი მე გამათბობელი მე არა მაქვს, დასაბანი მე არაფერი არა მაქვს და მომაშვერა თავისი გამონაცვალი კარმა და მითხრა რომ ბატარეები დააყენა, ხა თანამედროვეს რო აკეთებდა და თუ შეიძლება დაიღო. მე ვერაფერს ვეღარ ვღებულობ, იმიტომ რომ დავაყენო. მე ვიტყვიან, კარგად ცხოვრობ, ქულები გაქვს, მომიმატებენ და დახმარებასაც მომიხსნიან მერე. ეხლა როგორ მოვიცე თქვენი მითითებით? ავიღო, გავაკეთებინო, დავაყენებინო, თვითონ დამიყენებს მეზობელი. შეიძლება დახმარებაც მომიხსნან. დიდი მადლობა, ქალბატონო, მეორე მსმენელიც გველოდება ხაზე და მეორე მსმენელის კითხვის დასმის შემდეგ აუცილებლად გაგცემ პასუხს. სამწუხაროდ გაითიშა მსმენელი. ბატონო, გამათბობელი თუ შევა ფუფუნების საგნად თუ დღევანდელი კანონმდებლობის გამათბობელი ანგარიშება ამ ქულების დათვლის დროს, მაგრამ გამათბობელის უბრალოდ თემა როგორი არის, იცით? გამათბობელი ბიბმული არის ხატზე. აქ მთავარი რაც დღევანდელ ფორმულაშია და ეს ალბათ გადავა შემდეგ ფორმულაში, თავი იქნება რომ რამდენ ფულს ხარჯავს თითოეული მოქალაქე. თუ მოქალაქე ბევრს ხარჯავს, გასში ბევრს ხარჯავს, ესე იგი მას რაღაც შემოსავლები აქვს. ეს პრინციპი იქნება. მხოლოდ გამათბობელი გარკვეულად იმოქმედებს, მაგრამ არა იმდენად იმოქმედებს, თუ დიდი ხარჯი არ გექნება, თუ ეს გაზის ხარჯი თუ დიდი არ იქნება. ხა ძალიან მცირე ხარჯი სადაცა ის პრაქტიკულად არ მოქმედებს, მაგრამ ნაწილობრივ იმოქმედებს, მაგრამ თქო 51000 ქულა თუ აქვს ოჯახს და თქვენ გამათბობელ ძალიან ეკონომიურად გამოიყენებთ, მაშინ არ იქნება შესაძლებელი. ნიშნულობად არ იმოქმედებს. იმის გათვალისწინებთ თუ 51000 ქულა, ახლა მაღალი ქულა რო იყოს, თუ სხვანაირად იქნებოდა საუბარი. დიახ, კიდევ ერთი მსმენელი გვყავს ხაზზე, მოგესალმებით, გისმენთ. ბოდიშ გიხდით ძალიან, ისევ მე გაწუხებ. ისა ჭიპაშვილი ვარ მე გვარად რომ მოვიდე რომ ჩემი გვარი უთხრა რომ შემიშვან ბატონ ნოესთან. კი ბატონო, ქალბატონო, მადლობა ზარისთვის. ბატონო, კიდევ ერთი მსმენელი გვყავს ხაზზე. ქალბატონო თამარ. დიახ, მოგესალმებით. იცით ვინ ვარ მე? აი გახსოვთ ფსიქიატრიული ავადმყოფის წამალზე დამოკიდებული რომ ჩაგაწერინეთ. დიახ, ქალბატონო დარიჯანი. თუ შეიძლება რომ პასუხი გამცეს მაგან. თქვენ სტუმარმა გისმენთ ქალბატონო, გისმენთ. მე ამაზე დამოკიდებული ადამიანი ვარ, ეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხელჯოხავაჯნი ძლივს დავდივარ და იცით მე როგორც სტიქიის შედეგად დაზარალებული მარტო სახურავი დააფარეს და გამანების დავიმდეს, დამწვარი იყო ელექტროგაყვანილობა, მთელი ჯამტრეული ფანჯრები, სულ განადგურებული წყალში ეყარა ყველაფერი და არაფრით და მე ვალი ამაღებინეს და დღემდე ვალი მაქვს დასაფარი, არავინ ყურადღებას არ მაქცევს და აი თუ რამენაირად აი თანა ეს დედა დამიღუპა, ძმა ახლა წელს მამა დამიღუპა, არავინ ყურადღება არ მომაქცია და იქ
იქნება ეს თუ თქვენი სტუმარი ვერ გამცემს პასუხს, მომცეს გზა ან ტელეფონის ნომერი, რომ ვის აუხსნა მდგომარეობა, რომ მომხედონ. დიდი მადლობა, ქალბატონო დარეჯან, კიდევ ერთი მსმენელი გვყავს ხაზზე, შემდეგ გავცეთ. მოგესალმებით, გისმენთ? იცით რა, ბატონო, წეღან დაგელაპარაკეთ, მე რო გითხრათ 41000-იანი. იცით რა, მე 2 დღის წინ მოვიდა გაზის ხალხი, მერიამ დამიდგა გაზი. 2 წლის წინ მანამდე არ მქონდა ბოთლებში წყალს ვასხავ და იმით ვიცნობ ლოგინში ფეხებს, ისიც დამისვებდა ხა ლოგინი. და იცით რა, რომ მოვიდნენ შემოწმებაზე, გაუკვირდათ, რომ 5 ლარი მქონდა გადახდილი გაზის. და მე მითხრეს, რომ მოიცავ სოჩიკ შევხედო და გაჩართეთ გაზიო, თქვენო გათიშ რამე სხვა მაიმუნობთო და რო ჩავთე გაზი და ნახეს, არა, გასაგებია ჩვენიო და წავიდნენ ფრენით მერე. უკვირდათ, რომ 5 და 6 ლარი გაზის ქვით არის, რომ ჩვენი მეტია. დიდი მადლობა, ქალბატონო, გასაგებია თქვენი საკითხი, აქ უკვე განმარტეთ, რომ თუ არის 51000 ქულა, ეს დიდად არ იმოქმედებს, თან განსაკუთრებით 5 ლარი თუ იხარჯება, ამ შემთხვევაში არავითარი ზემოქმედება არ ექნება ამ ყველაფერს. რაც შეეხება ქალბატონ დარეჯანს, როგორც ვიცი, ქალბატონ დარეჯანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონია, იგი 19000 ქულა აქვს, როგორც სოციალურად დაუცველს. თუმცა მიწისძვრით უბრალოდ ტიკი დაზარალებულთა სიაში იმყოფება, ამ შემთხვევაში თქვენი მისამართით არ უნდა იყოს ეს შეკითხვა. რადგანაც კითხულობს, რომ ვის მიმართოს, შემიძლია ვთქვათ, რომ ეს სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა კახეთში და თუ რაიმე პრეტენზია აქვს, შეუძლია მიმართოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თუ მას თვლის, რომ მეტი დახმარება ესაჭიროებოდა დავით ნარმანიას სახელზე. შეუძლია მიმართოს სამინისტრო. ჩვენი კუთხიდან რაც არის სოციალურ დახმარებას ღებულობს და ჩვენ სხვა დახმარება არ შეგვიძლია, ჩვენი მიმართულება არ არის. ეხლა ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ კვლავ ბრუნდებით ეთერში. სოც დისკუსია თამარ თარგამაძესთან ერთად. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ვსაუბრობთ სოციალურ პროგრამებზე. ჩვენი გადაცემის სტუმარია სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი ნოე კინკლაძე და კიდევ ერთი მსმენელი გვყავს ხაზზე. მოგესალმებით, გისმენთ? მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობათ. ერთი შეკითხვა მაქვს ბატონ ნოესთან. აი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პიროვნებას რამდენი უნდა ჰქონდეს შემოსავალი, რომ მას სოციალური დახმარება ჰქონდეს თან? დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მადლობ შეკითხვისათვის. ხალბატონო, აქ რაიმე კონკრეტული კრიტერიუმი არ არსებობს. თქვენ თუ ხართ შესაძლებლობის მოქალაქე, მოგმართეთ თხოვნით, ჩვენ გავივლით, შევაფასებთ თქვენი ოჯახის მდგომარეობა კომპლექსურად უნდა შემოწმდეს. თქვენ შეიძლება მარტო ცხოვრობთ ან ოჯახთან ერთად ცხოვრობთ და შეფასდება კომპლექსურად თქვენი ოჯახის შემოსავალი და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება. პირდაპირ ამის თქმა შეუძლებელია. თუ აქვს ადამიანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, საერთოდ რა შეღავათებით სარგებლობს სახელმწიფოს მხრიდან? შეზღუდული შესაძლებლობის პირები, როგორც წესით, ინვალიდობის პენსიით სარგებლობენ და ისინი ითვლებიან ინვალიდებად ცხადია და შესაბამის ანაზღაურებას ღებულებენ, თქვა როგორც პირველი ჯგუფის ინვალიდი თავის ანაზღაურებას ღებულობს, მეორე ჯგუფის და ასე შემდეგ. ბავშვებთან კიდევ სხვა კატეგორია გვაქვს. ეს დახმარებები გაიცემა, ამის გარდა, როდესაც თქვათ ეს ჩვენი ქულები ითვლება სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით, იქ აუცილებლად გაითვალისწინება ეს სტატუსი და მნიშვნელოვნად წევს ქულას დაბლად. თუ საჭირო ითვლება, რომ საჭიროება ამ ოჯახს უფრო მაღალი აქვს, ვიდრე სხვა ოჯახს და შესაბამისად მეტი შანსი აქვს, რომ ჩაერთოს სოციალური დაცვის პროგრამაში. და კიდევ ერთი მსმენელია ხაზზე, მოგესალმებით, გისმენთ? გამარჯობათ. მოგესალმებით. დიდი მადლობა თქვენს სტუმარს. ხონდა მე ადრე ლაპარაკი თქვენ იყავით რადიო იმედში, მაგრამ მე ვერ მოვედი, უნდა მოვსულიყავი, როგორ მოვალ. მე გადაადგილება არ შემიძლია ერთი წუთით. ძალიან გავატებული ვარ. ვარ დიაბეტი, პირველი ჯგუფის ინვალიდი, ფეხზე თითია მოკვეთილი, ფეხებზე თითები აღარ მაგდა. არ ხორცდება. არავითარი დახმარება, ერთი 22 ლარი მქონდა, ის 22 ლარი, 150 ლარი რომ გახადეს პენსია, მაშინ მოხსნეს ეს აღარ გეკუთვნისო, იმიტომ რომ 150 აქვს ყველასო. არც ინვალიდობის რა ხდება, ვერ გავიგებდე.
გასვლა და გადაადგილება არ შემიძლია. აი ახლაც მარტო არ აი ტელეფონის ნომრებით ვკრება ხან მოხდები ხანარა და ერთადერთი ქალიშვილი მყავს მე რომელიც მუშაობს რაღაცა ხელფასზე. აი მართლა შეკითხვა იყო თქვენთან რამდენი უნდა გქონდესო მე სადმე ხობა იმას გზის ფულად არ ეხობნის ჩემი 150 ლარი ბიჭი მყავს მე კიდე კი ცელი ყავშვილი თვითონ მუშევარი ერთ სახში ცხოვრობს და ერთ სახში მაგრამ ჩემთან უფრო ჩემი ვარი ამიტომ ადრე რომ ამოვიდე სოციალური მასწავლება აკეთებდნენ შენო ყავს სახშიო ესა ეს რაღაცა და არის აქნეს აი ჩემი ავანტყოფობით კარგი ეს არ მინდა არაფერი სხვა ისა ავანტყოფობით მე არაფერი არ მეკუთვნის პირველი გაფესინოა მადლობა ქალბატონის შეკითხვისთვის მადლობთ შეკითხვისათვის სოციალურ დახმარებას თუ თქვენ თვით რო გეკუთვნით შეგიძლიათ განცხადებით მოგმართოთ და გავიმეორებ კიდევ ოჯახში შევისწავლოთ და ვნახავთ რა სიტუაცია ოჯახში და თუ გეკუთვნით რა თქმა უნდა დაგენიშნებათ რაც შეეხება თქვენი ავადმყოფობით მიხედვით თქვენ თქვენ პენსიას გებულობთ ის 22 ლარზე საუბრობდით და 22 ლარის მოხსნა დაკავშირებული არ ყოფილა პენსიების ზრდასთან ალბათ რაღაც სხვა ფაქტს აქვს ადგილი და შეგიძლიათ მოგმართოთ და გადავამოწმებთ კონკრეტულად რასთან იყო დაკავშირებული ეს საკითხი დიახ და იგი საუბრობდა რომ მას ყავს ვაჟი რომელიც არ მუშაობს თუ მას არ შეუძლია გადაადგილება მის ვაჟს შეუძლია დაწეროს განცხადება და მისი სახელით მოვიდეს და ამის შემთხვევაში რეაგირებას მოახდენს სოციალური სააგენტო. ბატონო მე მინდა რომ 2013 წელი შევაჯამოთ საყოველთაო დაზღვევის დანერგვიდან თითქმის 1 წელი გავიდა უკვე და საინტერესოა როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი იყო თუ არა დარღვევები და საბოლოო ჯამში რა მდგომარეობა დღეს? კი ბატონო 28 თებერვალს გასული წლის 28 თებერვალს დაიწყო ეს პროგრამა საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლა იცით რომ იყო პირველი ეტაპი სადაც ამბულატორიული მომსახურება შედიოდა მხოლოდ და გადაუდებელი შემთხვევები პირველისგან დაიწყო მეორე ეტაპი სადაც გეგმიური ოპერაციები და მშობიარობის კომპონენტი შევიდა ამ პროცესში ამ პროგრამის შეჯამება ამის გასულ კვირაში მინისტრმა მოახდინა სრულად იქ ცალკეული რამდენი შემთხვევები იყო მე შემიძლია გითხრათ რომ გასული წლის განმავლობაში მხოლოდ აღნიშნულ პროგრამაზე 67 მილიონზე მეტი დაიხარჯა ყოველ შემთხვევაში ყველა კლინიკა ღებულობს თავისდროულად ანაზღაურებას და თითოეული პაციენტიც ღებულობს თავისდროულად შესაბამის დახმარებას. შემიძლია გითხრათ რომ მოცდის პერიოდი რაც ასე აწუხებდა ჩვენს მოქალაქეებს ძველი სადაზღვევო პირობების დროს ეს იყო 4-დან 6 თვემდე. ეხლა შემცირებულია მაქსიმალურად ერთ თვეს ფაქტურად არ შევდება განაცხადი შეტანიდან მის დაკმაყოფილებამდევა და ხოლო თუ არის ძალიან მძიმე შეთხვევები აქ უფრო პესიერად ხდება გადაწყვეტილების მიღება მაქსიმუმ 1 კვირის ვადაში ეს ასეთი შემთხვევები გათვალისწინებულია მინისტრის ბრძანებით თუ არის თქვა ონკოლოგიური შემთხვევები ეს განსაკუთრებით გულთან დაკავშირებული შემთხვევები როდესაც სასწრაფო ოპერაციებია გასაკეთებელი ჩვენ რომ გადაუდებელ ოპერაციებზე როდესაც თქვა ტრამვით მიდის ადამიანი თქვა პირობითად ონკოლოგიური პაციენტია მოხდა დაუდგინეს დიაგნოზი ითვლება გეგმიურ ოპერაციად, მაგრამ თუ ამას ექიმი თulis რომ ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი, შესაბამის აღნიშვნას აკეთებს და ჩვენ სასწრაფოდ ვაძლევთ საგარანტიო წერილს. ეს რაც შეეხება ამ მიმართულებით. ბატონო მსმენელი ყავს კიდე ხაზზე შემოვიყვანოთ და შემდეგ გავაგზავნოთ საუბარი. ქალბატონო თამარ. დარეჯანი გაწუხებთ კიდე იცი რა თქვენ დაუსვით შეკითხვა ეს შეღავათებზე საერთოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონეზე და პასუხი არ გასცეს თუმარმა ამ კითხვაზე და მე ესეც მაქვს კითხვა შეღავათები თუ რაიმე არის შეზღუდულ შესაძლებლობებზე ან სოციალურ დაუცველებზე, წამლებზე, გადასახადებზე საერთოდ კომუნალურ გადასახადებზე თუ რაიმე არსებობს
დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ქალბატონ და ჯერ მე მგონი თქვენ გაეცით ბატონო პასუხი, თუმცა კიდევ ერთხელ ითხოვს სვანელი, რომ დეტალურად გაცეთ პასუხი, რა შეღავათები ეკუთვნის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეკუთვნით შესაბამისი პენსია, რომელიც იმის ენიშნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის გამო და მათ აქვთ მაღალი შანსი, რომ მიიღონ სოციალური დახმარება. ესაა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ორი შეღავათი მნიშვნელოვანი, თუ ძალიან გაჭირვებული ოჯახია, შესაბამისად სოციალური დახმარების მიღების შანსი ეზრდება მნიშვნელოვნად. და როგორც ვიცი, კომუნალური გადასახადებში ამ მიმართულებით რაიმე შეღავათი მთავრობას დადგენილი არ აქვს. დიახ ბატონო, ჩვენ ვაჯამებდით 2013 წელს საყოველთაო დაზღვევასთან დაკავშირებით სახელმწიფო დაზღვევის შესახებ კიდევ მინდა დავაზუსტო. არქიმედეს Global Georgia's გაკოტრების შემდეგ პენსიონერების დაზღვევა თავის თავზე აიღო სახელმწიფომ. ამ შემთხვევაში განსხვავებულია მათი მომსახურება, როგორც პირველად დაზღვეულებთან მიმართებაში აბსოლუტურად სხვა მომსახურებას გადის პენსიონერები. რა განსხვავებებია ამაზე რო ვისაუბროთ და თუ იგეგმება გათანაბრება თქვათ ამ ბენეფიციარს? დიახ, მოგახსენებთ, 31 დეკემბერს ჩვენთვისაც მოულოდნელად საბოლოო ჯამში მოხდა არქიმედეს გაკოტრება და პენსიონერები თბილისში დაახლოებით 400,000-მდე პენსიონერი გადმოიბარა, ასე ვთქვათ, სახელმწიფო. პაკეტები, პენსიონერის პაკეტი და ჩვეულებრივი მოქალაქის პაკეტი, ჩვეულებრივ წყალებში, რა თქმა უნდა, სხვადასხვანაირია და ეს სწორიც არის, იმიტომ რომ პენსიონერი ითვლება მაინც უფრო ისეთი პენსიონერები ითვლება ისეთ ჯგუფად, რომლებიც შეზღუდული არიან თავიანთ აქტივობაში. შესაბამისად, მათ შემოსავლებიც არ შეიძლება უფრო ისეთი მაღალი კონდეთ შედარებით, ვიდრე აქ ჩვეულებრივ მოქალაქეებს. ამიტომ პენსიონერებისათვის არის უფრო შეღავათიანი პაკეტი, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეებისათვის და ესეც სწორი. პენსიონერების უფინანსდება თუ ჩვეულებრივ მაგალითისათვის, თუ ჩვეულებრივად გეგმიური ოპერაციების შემთხვევაში ჩვეულებრივ მოქალაქეებს უფინანსდებათ 70%, პენსიონერებს უფინანსდებათ 90%. აგრეთვე პენსიონერებისათვის განსაზღვრული არის გარკვეული წამლების პაკეტი, რომელიც არ არის განსაზღვრული სხვა მოქალაქეებისათვის. და არის კიდევ სხვადასხვა დამატებითი შეღავათები, რომელიც აქვთ პენსიონერებს, იმიტომ რომ გარკვეული სხვა ჯგუფი არის. ასევე ჩვენთან გადმოვიდა გარკვეული ზოგიერთი კომპანიიდან 218 დადგენილება ეგრეთ წოდებული უმწევების თაობაზე. უმწევებს კიდევ უფრო უკეთესი პაკეტი აქვს, იმიტომ რომ უმწევ ადამიანს იგულისხმება, რომ საერთოდ არ აქვს შემოსავალი, ამიტომ მათ სრულად უფინანსდებათ, ჯანდაცვასთან დაკავშირებით 100%-იან დაფინანსებაში არიან იმაზე ჯანდაცვის მიმართულებით. გაჩეხა 0-დან 5 წლამდე ბავშვებს? 0-დან 5 წლამდე ბავშვებიც შესაძლოა გადმოვიდნენ ჩვენთან არქიმედეს ძირითადი ბენეფიციარები იყვნენ თბილისში, იქაც ასევე შეღავათებია 0-დან 5 წლამდე ბავშვებსაც განსაკუთრებული შეღავათი აქვთ, იმიტომ რომ ეს არის ბავშვების კატეგორია, ძალიან ცნობიარე ჯგუფია ჩვენი მოქალაქეების და ამიტომ სხვა პაკეტი არის მაგათი. და აი გეგმიური ოპერაციები 0-დან 5 წლამდე ბავშვს მაგალითად გლანდების ოპერაცია დაახლოებით თანაფარდობა რამდენია დაფინანსება სახელმწიფო რამდენს იღებს თავის თავზე? სახელმწიფო გეგმიურზე, არანაკლებ 90%-ს აიღებს თავის თავზე. დიდი მადლობა, კიდევ ერთი მსმენელი გვყავს ხაზზე, მოგესალმებით, გისმენთ? ალო, გისმენთ? დიახ, ეთერში ხართ. ვარ პირველი ჯგუფის უსინათლო, ქალბატონო, ვიღებდი მე 22 ლართა, ეს მომიხსნეს სოციალურ დაუცველობაზე, რომ ვიხავით, გავხდით, მომიხსნეს 22 ლარი. ეხლა ისევ მომიხსნეს ეს სოციალურ დაუცველობა და აღმიდგება თუ არა? დიდი მადლობა, სავარაუდოდ საუბარია ინვალიდობის 22 ლარი აღმიდგება თუ არა, რახან მომიხსნა სოციალურად დაუცველი სტატუსიო. ქალბატონო, 22 ლარის მოხსნა არ არის დაკავშირებული სოციალურ დაუცველი სტატუსთან, იქ იქნებოდა სხვა ფაქტორი. და ის ფაქტორი იმოქმედებდა, რაც შეეხება 22 ლარის აღდგენას, ვისაც მოეხსნა 22 ლარის აღდგენა არ ხდება, ეს იყო სოციალური პაკეტი, რომელიც განსაზღვრულია კანონიდან მთავრობის დადგენილებით, რომელიც მიღებულია ჯერ კიდევ 2011 წელს
ამ 22 ლარის აღდგენა როცა მას შემდეგ რაც ის მოიხსნება აღარ ხდება და თუ მოხდა ის არ მოხდებოდა იმის გამო რომ თქვენ პენსია გაგეზარდათ ან სოციალური პაკეტი სოციალური დახმარება გეცეთ იქნებოდა სხვა ფაქტორები და ამ ფაქტორებს დაზუსტება უნდა ხა ბატონო ჩვენ დაზღვევაზე გავაგრძელოთ საუბარი მანამდე სანამ არქიმედე ჯერ კიდევ მოღვაწეობდა და მას ყავდა ბენეფიციარებად პენსიონერები ონკოლოგიურ დაავადებასთან დაკავშირებით ანუ გეგმიურ გამოკვლევებს იგი არანაზღაურებდა ასე ვთქვათ სახელმწიფომ თუ აიღო სახელმწიფოს პაკეტში თუ არ ვწდები ანაზღაურებს გეგმიურ გამოკვლევებს სახელმწიფო ჩვეულებრივ ბენეფიციარებთან დაკავშირებით პენსიონერებთან დაკავშირებით თუ ხდება რაც შეეხება პენსიონერებსთან გადმოვიდა ზუსტად ის პაკეტი, მომსახურების ის პაკეტი, რა პაკეტიც იყო არქიმედესთან. აი მე განსხვავება არ მოსუგივე პაკეტი გადმოვიდა, უბრალოდ აქ გვაქვს ჩვენ ეს უპირატესობა ის, რომ უფრო სწრაფად ვახორციელებთ მომსახურებას. კი, ცნობილი იყო, რომ არქიმედე საკმაოდ დროში გაწოლით იყო. ცნობილი. მე გადაცემის დრო ჩვენი იწურება და მინდა C-ჰეპატიტის პროგრამაზე გკითხოთ. 1 თებერვლიდან დაიწყო რეგისტრაცია ინფიცირებულთა დღეისობით დაახლოებით რამდენი ბენეფიციარია დარეგისტრირებული? C-ჰეპატიტის პროგრამაში დღეისათვის სააგენტოს მიმართა დაახლოებით 1000 ადამიანმა, აქედან 600 ადამიანი უკვე დარეგისტრირდა პროგრამაში. და ნუ მიგრძელდება ეს პროცესი მინდა შეუზღუდავად მინდა ვთქვა რომ საქართველოს ყველა რაიონულ ცენტრში შეიძლება განაცხადეს შეტანა და დარეგისტრირება 1 ივლისიდან უკვე იქნება წამალი რომელიც შეიძლება პაციენტებს 60%-იანი ფასდაკლებით მიიღონ მან ამ პერიოდამდე ჩვენთან მუშაობს სპეციალური კომისია უკვე 2 წლმა შედგა რომელიც სწავლობს თითოეულ ფორმას, თითოეულ ადამიანის შესახებ ინფორმაციას და განსაზღვრავს თუ ეკუთვნის თუ არა მასკურნალობა ამ პრეპარატი და თუ რაიმე დასაზუსტებელია საბუთებში შესაბამის ინფორმაციას ვაწვდით მოსახლეობას. თამაშს კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ 60% ნაკლებ ფასად შეუძლიათ შეიძინოთ. 60% ფასდაკლება არის, ეს არის $92 ეკვივალენტი ლარში, რაც 60% ნაკლებია ვიდრე ადრე ბაზარზე იყო ეს პრეპარატი. დიდი მადლობა ბატონო ნოე, ასეთი იყო დღევანდელი სოცდისკუსია. მე მსმენელებს დიდ მადლობას ვუხდი აქტიურობისთვის და მე მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით. საერთო სატკივარი, საერთო საზრუნავი, საერთო გადასაწყვეტი, საერთო საზოგადოებრივი აზრი, სოციუმის ყველაზე პრობლემური თემები, დღევანდელობის ყველაზე აქტუალური საკითხები, სოცდისკუსია თამარ თარგამაძესთან ერთად. რადიო იმედზე.